ნინო, სულ რამდენიმე წამის წინ თქვენ აქ მსახიობებმა და რეჟისორებმა, რომ ისინი ახლა მაყურებელთან ერთად, რომელიც აქ ადგილზე არის მოსული, მსვლელობით გაემართებიან რუსთაველის გამზირდეზე და საერთო სახალხო პროტესტს შეუერთდებიან დღესაც. მანამდე მე ცხადია მოგასმენიებთ ამ ადამიანების პოზიციას. თქვენ მანამდე რეჟისორს დავით დოიაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში და ფაქტობრივად ძალიან მკაფიოდ თქვა მან, რომ ახლა ახალი თეატრი, რომელიც უკვე კვირებია გაფიცულია, მას შემდეგ რაც ანდრო ჭიჭინაძე არის დაპატიმრებული, გადაიქცევა თეატრად, რომელიც იბრძოლებს ერთი ჯარისკაცისთვის და მიშა ჩარკვიანს გავესაუბრები ახლა რეჟისორს. მიშა, რა არის დღეს თქვენი პოზიცია მას შემდეგ, რაც პატიმრობაში დატოვა ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ დანარჩენი ადამიანები სასამართლომ, რას აპირებთ? რამე კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ? გვესმის, რომ აგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ ფორმაზე თუ შეთანხმდით, თუ ნაადრევია ჯერ ამას? ფორმები გვაქვს, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, თუმცა ამ ეტაპზე თავშევიკავებთ ამაზე საუბრისგან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი პროტესტი გახდეს გაცილებით უფრო მკაფიო, გაცილებით უფრო შემაწუხებელი სისტემისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდებთ, არ ვაპირებთ დავდუმდეთ, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენ თანამებრძოლებს და ვიქნებით ყოველთვის მათ მხარდამხარ და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისთვის, ახალი არჩევნებისთვის, ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლას. მადლობა. მიშა ჩარკვიანს უსმენდით რეჟისორს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ხედავთ თქვენ წარწერას, რომელიც წინ იყო, აი ამ წარწერის უკან დადგა დღეს თეატრის დასცი, დადგნენ მსახიობები და აქედან აკეთებდნენ სწორედ განცხადებებს. ეკადემეტრაძესაც გავესაუბრები. ეკა, თქვენი გუშინაც ვნახეთ, თქვენი არაერთი ემოციური მიმართვა, მათ შორის ანდროს მიმართვაც ვნახეთ, მაგრამ ის რჩება ტყვეობაში. როგორია თქვენი პასუხი, როგორი იქნება რეჟიმის მიმართ ამ შემთხვევაში? აი ეს არის ჩვენი პასუხი რეჟიმის მიმართ. ის რომ ჩვენ არ გავჩერდებით და ის რომ არავის არ მივცემთ და განსაკუთრებით ოლიგარქს და მის მიერ დამორჩილებულ ინსტიტუციებს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ დაჩაგრონ მთელი ქვეყანა, დაჩაგრონ მსახიობები იქნებიან ესენი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები და მით უმეტეს ჩემთვის პირადად ყველაზე უფრო დიდი კატასტროფა იყო ის, რაც დღეს ხდებოდა სასამართლო დარბაზში ასეთ ახალგაზრდა პატარა ბავშვებს მართლაც, რომლებიც მარტო იმიტომ, რომ არიან ჭკვიანები, ლაღები, თავისუფლები, ლამაზები და ასე ძალიან უყვართ სამშობლო და თავისუფლება, ამას არ პატიობს რეჟიმი. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული თანამოქალაქის უფლება და მომავალი. მადლობა, ეკადემეტრაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. თქვენ ახლა ლუკა გთხოვ კადრში ვაჩვენოთ ბანერი ანდრო ჭიჭინაძის თეატრიდან გადმოფენილი, ეს ბანერი კვირებია უკვე ასე კიდია და გაფიცულია ახალი თეატრი. როგორც იცით, სპექტაკლები, რომლებიც ანშლაგით მიმდინარეობდა ხოლმე, არის შეჩერებული სრულიად და როგორც მსახიობები ამბობენ, ხშირად აი ამ ბილეთებს უკანაც კი არ იბრუნებს მაყურებელი და აქ არის ანდროს ოჯახი, ლიკა უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვაც, რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ, რას ფიქრობთ? აი ამ სოლიდარობაზე, რომელსაც თქვენი შვილის მიმართ გამოხატავენ კოლეგები უკვე კვირები. აი, ეხა ისეთი აღელვებული ვარ, რომ ძალიან მიჭირს იცით რა, მე ესეთი სოლიდარობა, მე ესეთი თანადგომა უბრალოდ არ ვიცი, არც არასდროს არ მქონია, ცხოვრებაში არ მქონია ესეთი თანადგომა და აი ხა თქვი კიდეც სხვა ტელევიზიასთან, რომ მადლობა სიტყვა აღარ არის საკმარისი, ეს არ არის რაღაც. მე რა მადლობა ცოტა ვეღარ ვეძახი რა, არ ვიცი. ძალიან აღელვებული ვარ და ძალიან ნერვიულობ. გადადო ამ თეატრმა თავი, გადადო თავი. მოლოდინი თქვენი ჩვენ მოვისმინეთ სასამართლოს წინაც ამბობდით, რომ შესაძლოა ქეთევან ჯაჭვაძეს პირადი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ასე არ მოხდა, როგორც ერთად ვნახეთ გუშინ. რას ფიქრობთ, აი რატომ აჭიანურებს ამ ბიჭების პროცესს სასამართლო? მე არ ვიცი, ლოგიკა არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი, ერთპიროვნული მმართველობა, რუსული მმართველობა და აქ ვერანაირ პროგნოზს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია ეს რეჟიმი. მოლოდინი ჯერჯერობ ბრძოლა, მხოლოდ ბრძოლა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი ეს მოლოდინი ნამდვილად მაკრო გავიმარჯვებთ. შეხედეთ რა ხდება. ნამდვილად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ერთი ეს ძალა არის ადამიანური რესურსი, სიყვარული ერთად აკუმულირებული. ეს არ ჩაიბეს.
მადლობა ნიკა გულცაძეს უსმენთ თქვენ ანდრო ჭიჭინაძის დედას და აქ კადრში გაჩვენებთ რომ არიან მაყურებლებით ცხადია მოსული ანდრო ჭიჭინაძის გულშემატკივრები მაყურებლები ახალი თეატრის მაყურებლები და აქ არის დასიც არიან სხვა ხელოვანებიც ადგილზე მოსული და ჩვენ მოგასმენინებთ მაქსიმალურად ვეცდები რომ ყოველას პოზიცია მოგასმენინოთ გიორგი ბახუტაშვილია ადგილზე გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ თქვენი პოზიცია რომ გითხრათ დღეს გასაგებია რომ იბრძვით ერთი ჯარისკაცისთვის როგორ აპირებთ აი ამ ყველაფრის გაგრძელებას და ზოგადად რას ფიქრობთ აი ამ უსამართლო მართლმსაჯულებაზე რასაც 2 დღეა უკვე ვუყურებთ არაფერს რაც უნდა ვფიქრობ და ვხედავ იმას, რასაც თქვენ ხედავ და რასაც ყველა ხედავს, რაღაც ის რაღაც ბოროტი მატრიცა, რომელშიც უნდათ რომ გავაგრძელოთ ცხოვრება და რომელიც შექმნა ერთმა ადამიანმა რეალურად. აი მაგას ვხედავ და ნახეთ გუშინ ყველამ ერთად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მოსამართლემ გუშინაც დღესაც, ეგ არის იმ შიშის მაჩვენებელი, რომ არ იციან რომ პირველივე დათმობის შემდეგ აი მაგის შიში იგრძნობა მაგათ ნაბიჯებში. აი რატო ხდება რომ რაღაც ერთი ნაბიჯი არ შემომჩნევით, ერთი ნაბიჯი უკან არ გადაუდგავთ, რაღაც დათმობაზე არ წავიდნენ. რატო ხდება? იმიტომ რომ იციან რომ პირველივე ეგეთი ფაქტის შემდეგ ჩამოეშლებათ მთელი სისტემა. ეს სისტემა მაინც ჩამოეშლებათ, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. გადადგავენ თუ არა ნაბიჯს, ან დღეს გადადგავენ თუ ხვალ გადადგავენ. აუცილებლად ჩამოეშლებათ ეს სისტემა, იმიტომ რომ ამ რაღაც მატრიცაში ცხოვრებას უბრალოდ ქართველი ხალხი ვერ გაგრძელებს და იმიტომ რომ მაგას არ აქვს ეგ არ არის მორალური პრინციპი ეგ არის უბრალოდ რაღაც გაჯიუტება და შიში იმის რომ სისტემა არ ჩამოვიდა იმიტომ რომ რაღაც მორალურ პრინციპს სჭირდება მიზეზი და мотиваცია ხო გესმით ეგენი არის რაღაც ფულის გარშემო გაერთიანებული და ძალაუფლების არ დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხალხი ეგ არ არის პრინციპულობა რასაც ისინი აჩვენებენ პრინციპულობა არის ისაც აჩვენებს ქართული ხალხი აი უკვე რამდენი დღე არის რუსთაველზე დგომით და ამ პროტესტს ისეც არაკლია რაღაც ფორმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ უნდა გვექცეს რუტინად. ხო ხედავთ უკვე პროცესი სად არის და რა მასშტაბები შეიძინა იმ კრიზისმა, რაშიც ვიმყოფებით ყველა. აი თავზე გვემხობა მთელი ქვეყანა, მთელი ეკონომიკა და ასე შემდეგ. და ეს რაღაც დომინოს პრინციპით მიდის. მაგაში ცხოვრებას ხო ვერ გავაგრძელებთ, არა? და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, რა ფორმები იქნება ეს და რას ვაპირებთ? როგორც ნახეთ, 20 იანვარს უნდა განიხილონ ის გასაჩივრება, ის სარჩენი, რაც ადვოკატებმა შეიტანეს იმ გადაწყვეტილების მერე, რაც მოსამართლემ გამოაცხადა. მივიღებთ თუ არა მაგაზე პასუხს აუცილებლად გეტყვით, რას ვაპირებთ და რა ფორმებით გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება შეურიგებელი საბოლოო გამარჯვებამდე. დიდი მადლობა გიორგი ბახუტაშვილს უსმენდით მსახიობს. გადმოვინაცვლოთ წინ სადაც დგანან ანდროს კოლეგები ლუკა თუ შეგიძლია. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი გეგმა როგორია და თქვენი პირადი პოზიცია. გასაგებია როგორია მთელი დასის და თეატრის პოზიცია. პირადად თქვენ რას ფიქრობთ აი ამ რეჟიმის პატიმრებზე მათ? რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი არ მაქვს. ის ჩემი აზრიც იგივეა, რაც ცოტა ხნის წინ დავით დოიაშვილმა გააჟღერა და მთელი თეატრი ერთ აზრზე ვართ. გასაკვირველია, რეჟიმის პატიმრები აუცილებლად ძალიან მალე თავისუფლები იქნებიან და ამაში ეჭვი არავის არ გვეპარება, უბრალოდ გუშინდელი და დღევანდელი სასამართლოს იმედი რაღაცნაირად არავის არ გქონდა, იცით? რას გულისხმობ, ეს არის რეჟიმი და ამიტომ რაღაც მოლოდინი იმისა და ილუზია რომ ვიღაცა გაკეთილშობილდებოდა, ამის ილუზია არ გქონდა, თუმცა გრევა შიგნიდან დაწყებულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან ცოტაც და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ საქმეს დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად. დიდი მადლობა და ნანკა პირდაპირ ეთერში ვართ. რამ გითხრათ, როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, როგორ წარმოგიდგენიათ ნანკა? ხედავთ რომ მთელი ეს დროა ხართ პროტესტში, გაფიცულები ხართ მათ შორის. გუშინდელი დღის შემდეგ რამდენად გაუარესდა თუ უფრო გამკაცდა თქვენი პოზიცია? გუშინდელი სასამართლოს მერე დღეს რაც ვნახეთ, 10-მა გადაუარესი სცენა იყო. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმე გულგრილი იყოს ამ, ანუ არ არის ჯანსაღი, ვინც ამის მიმართ გულგრილი, ამიტომ რომ არ ვიცი, აი დედა ხომ აინც ხარ, ბავშვს გული მისდის. შეყარ რა სიტყავდნენ თან ოთახი უფრო დიდ ოთახს გული მისდის ბავშვს პატიმარს და მოსამართლე უბრალოდ ვითომ ვერ კითხულობს ამ ინფორმაციას ეს არის მეთქი სასამართლოში არის საწამებელი ადგილი მართლა სიგიჟე აი ამ რეჟიმის დაკანონებას
ცდილობენ. ჩვენს კიდე უფრო გაბრაზებას ცდილობენ. მე არ ვიცი ეს როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ აი ამაში უნდა ვიცხოვროთ. მე არ ვაპირებ და საერთოდ არ ვაპირებ ერთი ნაბიჯით უკან გადასვას. არ ვიცი. მართლა ისეთი გამწარებული ვარ ხალხი, გუშინდელზე მეტად კიდე უფრო გამწარებული ვარ დღეს, რაც უყურე მე ამ სასამართლოს. ჯერ გაუნათლებელი რაღაც 2 წელი სადღაც ისწავლეს, არც უსწავლეთ, არ არსებულ რა ხალხში ვართ, ხალხნო. არსადან გაუნათლებელი მონების ხელშემოსა ესე აბურთავებენ და რასაც უნდა აკეთებინებენ. ბოროტები თან, გაბოროტებულები. მე არ ვიცი, აი რაღაც ძალიან კარგი იყო სვლელობები, რაც იყო ეს პერიოდი, საახალწლო პერიოდში და მართლა ძალიან ბევრი ჯგუფი ვნახეთ, ვინ ვართ, დავინახეთ ერთმანეთი, მაგრამ რეალურად შესაძლებელი არის ტაქტიკა. ძალიან ხშირ-ხშირად ნოცვალოთ ტაქტიკა და რაც თავარი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას ეს სადისტები. წამება დააბრუნეს ხალხმა ქვეყანაში, წამება, რომელიც რაღაც პერიოდით თითქოს არ არსებობდა. თან წამება დააბრუნეს, თან მოღალატეები არიან, მე არ ვიცი რა გამართლება. ვიღაცებ თავს იმართლებ კიდე რაღაცებს და განსხვავებული აზრის ეს არ არის ფილმი და რაღაცა წიგნი რომელზეც შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს არ არის მადლობა ნანკა კალატოზის უსმენდით ამ პროტესტის უწყვეტ მონაწილეს აქ დგას დასი როგორც გითხარით აი გიორგი ცხადაძესაც ხედავ გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ თქვენი პოზიცია რომ გითხრათ როგორია ახლა და როგორ აპირებთ რომ გააგრძელოთ ბრძოლა გვესმის რომ გრძელდება გაფიცვა მაგრამ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა ან როგორი იქნება თქვენი პოზიცია გუშინდელი დღის შემდეგ რაც პატიმრობაში დატოვეს მათ შორის რა არის ახალს ვერაფერს გეტყვით მაგრამ ერთადერთი რაც ამ თვეების განმავლობაში ყველა დავრწმუნდით სამოქალაქო საზოგადოება რაღაცნაირად შეიკრა და ხალხის ძალას ყველაზე დიდი ძალა აქვს ეს რაღაცნაირად ეს ერთობა ყველაფერში იგრძნობა და ჩვენს კოლეგას და ჩვენს კოლეგებს ნამდვილად ამ ბრძოლაში არ მივატოვებთ, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცა ძალიან ბეწვზე არის ყველაფერი, მე მგონი, იმიტომ რომ ეხა წდება ყველაფერი ანდრო რაღაცნაირად არ ვიცი, სიმბოლოდ იქცა უკვე რაღაცნაირად თავისუფლების, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ჩვენს სურვილს და შედეგს პირველივე დღიდან, დაკავების დღიდან ჩვენი ერთადერთი სოლიდარობის სიგნალი იყო ის, რომ არ გვეთამაშა სპექტაკლები, დღესაც გრძელდება ეს სპექტაკლების არ თამაში, თუმცა რატომღაც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომ რაღაცა თეთრზე თეთრია და შავზე შავია რა და ამ ყველაფრის მომსწრეები ხდებით, რაღაც ახალ წელს გვეგონა, რომ ახალი წლის შემდეგ ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდებოდა და ეს ერთი კარგი ამბავიც კი არ მოხდა და იცი რა არის, გამწოვდება აშკარად პროტესტი და ყველა ერთ აზრზე ვართ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი რაღაცნაირად დასასრული და აუცილებლად სიკეთე გაიმარჯვოს ბოროტებას. დიდი მადლობა გიორგი ცხადაძეს უსმენდით, მსახიობს, რომელიც ანდროსთან ერთად თამაშობს სპექტაკლში, რომელიც ითქმება ახალ თეატრში. დავით დოიაშვილიც ისევ აქ არის. ბატონო დავით, პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი განცხადება, რომ იბრძვით უკვე ერთი ჯარისკაცისთვის. თქვენი პოზიცია როგორია მთელს აი ამ პროცესზე? რას ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება და რატომ იტოვებს ტყვეობაში რეჟიმი აი ამ ბიჭებს თქვენიათ? რატომ იტოვებს? იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო ოქროს ფონდით დაიჭირა და ამ ოქროთი ვაჭრობს ახლა, მეტი არაფერი რა, რატომ უნდა დაიტოვოს? მაგრამ ესე არ არის, ესე მარტივად ვერ დავთმოთ. ჩვენ ვიბრძვით მართლა ერთი ჯარისკაცისთვისაც და ამას ვნახავ. კიდე ერთხელ ვამბობ, 20 იანვრამდე სასამართლოს და ამ რეჟიმს კიდე აქვს დრო დაანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები. წამზომი ჩართულია, ათვლა დაწყებულია. და ხო ვერ გხედავთ, ხო ვერ ნახეთ რა არის თეატრი. ხო ვერ მიხვდით სახელოვნებო სფეროს რა შეუძლია. 20-დან გვიყურეთ. მაგარი საინტერესო იქნება პოპკორნიც დაიჭირეთ ხელში. მადლობა. მადლობა, ასეთი იყო დავით დოიაშვილის რეჟისორის ანონსი. და მისი სიტყვები იყო ასევე ის, რომ მისი თეატრი უკვე ბრძოლას აგრძელებს ერთი ჯარისკაცისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში არის ანდრო ჭიჭინაძე, მაგრამ უნდა გითხრათ ისიც აუცილებლად, რომ აი ამ მსახიობების სოლიდარობა არ მიმართება მხოლოდ ანდროს ან ონისეს, როგორც სტენდაპერს. ისინი სოლიდარობას გამოხატავენ რეჟიმის ტყვეების მიმართ. აუცილებლად უნდა შეგიყვანოთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. ორივე არ არის გრიგორი. თქვენი პოზიცია როგორია? როგორ აფასებთ აი ამ პროცესს და როგორ აფასებთ გუშინდელ და დღევანდელ სასამართლო პროცესებს გადაწყვეტილებას? ნუ როგორ გითხართ, როგორ ვაფასებ რა, დიდი შეფასება ამას არ უნდა, უკიდურესად თუ არ ყოფილიყო. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში იყო ეგეთი ის
თუ დაბრუნდებოდა სინდის ჩემ ახალგაზრდობაში, რომ ასე თქვა დისიდენტებს დაიჭერდნენ, აქ სინდისის პატიმარს. ეს ყველაფერი დაბრუნდა უკან. და ესენი ყველანაირად სინდისის პატიმრები. ისინი იბრძოდნენ რაღაცა, იმიტომ რომ სინდისით იბრძვიან და არა რაღაცა ანგარებით და არა თქვა რაღაცა პოლიტიკური ისინი სინდისის პატიმრები არიან. და დაბრუნდა ეს საქართველო. ერთი მხრივ ძალიან კარგი, იმიტომ ახალი პროცესი დაიწყება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ ტოვებს რეჟიმი თქვენი აზრით პატიმრობაში? ეს ალბათ არის ხომ საჩვენებელი დასჯა, მაგრამ განზრახჭიანურდება პროცესი. რატომ აკეთებენ ამას თქვენ? ნუ ერთადერთი მე არ ვიცი. მაგრამ ერთადერთი ეჭვი მიჩნდება ის, რომ სავაჭროდ. აი უკიდურეს მომენტში სავაჭროდ. მე რაც მაგალითად თუნდაც დღეს მოხდა, ეხა ხო წარმოგიდგენიათ რაზე იყო ლაპარაკი? ბევრი ხალხია და თუ შეიძლება მოდი დიდ დარბაზში გადავიდეთ. არა. რატომ არა? ხო? რაღაცა აი ლოგიკას ვერ ვხედავ. კი ლოგიკა არის ერთადერთი, რომ რაღაცა გამწარების, რაღაცა აი რაღაც ვაიყვნენ რაღაცა ტერორისტები ვაიყვნენ და მე ხო უნდა ევაჭრონ 5 მილიონი დოლარი თუ რაღაც. აი მიახლოებით ეს არის. აზრი არა აქვს. ყველანი ხო ისინი ცდილობენ ჩვენს ხლებს. აზრი არა აქვს. თამით უმეტეს ეგეთი ხალხი, ვინც ახალგაზრდები და ამხელა ემოცია, მშობლები, მათი ნასა მეგობრები, ასე შემდეგ. მე არ ვიცი. არიან ესენი უბრალოდ აი ძევლები. რაღაცისთვის. რომელიც ჩვენ ამბობთ გავიგებ. მადლობთ. ნიკა თავაძეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ლუკა, თუ შეგიძლია რომ მოიწვია ხო? ბატონო ნიკა, თქვენ რას ფიქრობთ აი ამ მართლმსაჯულებაზე და რატომ იტოვებს ტყვეობაში რეჟიმი პატიმრობაში აი ამ ბიჭს? აბსოლუტურად აბსურდში ვიმყოფებით რა, ეს არის უკანონო, აბსოლუტურად. გუში მთელი დღე ვიყავით სასამართლოსთან და ისეთ უკანონობას წავაწყდით და არ ვიცი თუ ქვეყანა ამ უკანონობით უნდათ რომ რაღაცნაირად გამოიყვანონ ამ სიტუაციიდან, მე არ მესმის ეს მართალი რო გითხრათ და ჩემთვის თავარი არის რომ კონსტიტუცია და კანონიერება დაიცვან და მაგრამ აბსოლუტურად ავწდით ამ მდგომარეობას, რაღაც აბსურდულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად უნდა მოვიდნენ გონს ადამიანები და გადაწყვიტონ ისე, როგორც არის კანონით და ყველანაირად ხარში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ესე წვალობენ არაფრის გამო. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება და დანარჩენი ვნახოთ, არ ვიცი, აი ჩვენ ეხა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმის, რაც ჩვენ ძალებში არის და რა ვიცი, ეხლა ეს არ ვიცი, რამდენად ვინმეს ყურამდე მივა თუ რა იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაღიარებინოთ ის, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით დღეს. და რაღაცა ცოტა ირეალური გახდა ეს სამყარო. აი ამ ყველაფრის გამო, იმიტომ რომ რაღაცა არსებობს აზროვნების რაღაცა ნაწილი, რომელიც არის რაციონალური და რაციონალურობას აბსოლუტურად გამოეთიშეთ. ეხლა და აი ამ უაზრობაში ვიმყოფებით, აი ეს არის ჩემი აზრი. დიდი მადლობა ნიკა თავაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში და აქვეა ქალბატონი ნატო მურვანიძეც. ქალბატონი ნატო პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ თუ შეიძლება თქვენც აი ამ მართლმსაჯულების შესახებ და რას ფიქრობთ ამ ბიჭების დატყვევებაზე და გაჭიანურებაზე, რაც მთავარია ამ პროცესის, რისთვის აჭიანურებს რეჟიმი მთელს აი ამ პროცესს თქვენ? ეს ამაზე პასუხი ალბათ მარტო თვითონ აქვთ, იმიტომ რომ იმდენად დიდი აბსურდია, რომ ალბათ თვითონ აქვთ პასუხი და შეიძლება არც აქვთ პასუხი, არ ვიცი. ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ ეს ადამიანები სასამართლომდე როგორც განსაკუთრებულად საშიში ადამიანები არიან დატყვევებულები, არის რაღაცა ცოტა შავი იუმორია. არანაირი გამართლება არ აქვს და არანაირი ლოგიკა არ აქვს ამას. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ალბათ სხვას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ვიცით ჩვენ აბსურდი რა არის, ამ სფეროს წარმომადგენლები ვართ, ახლა აქ ვინც ვართ და აბსურდსაც კი აქვს ლოგიკა და ამ აბსურდს ლოგიკაც კი არ აქვს. ანდრომაც ეს სიტყვა გამოიყენა, გუშინ როდესაც კაფკას პროცესი გაიხსენა ხომ სასამართლოდ. ხო, როდესაც არ იცის რისთვის საერთოდ სად არის და რა განიხილება. ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნით, მაგრამ
მე ყველა პროცესს ვუყურებ როგორც გაკვეთილს და როგორც პოზიტიურ აი ამ ქვეყნის წინსვლისთვის. ყველაფერი არის ჩვენთვის გამოწვევა, რასაც ჭირდება გაანალიზება, რომ შემდგომში მსგავსი რაღაც არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის გაკვეთილები, რომლებიც როგორც აცრა პატარა დოზით რო შეყავთ და ორგანიზმი როცა ცნობს ამას და ადვილად გადააქვს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ალბათ რაღაცები არ ქონდა გამოცდილი და ამ ეტაპზე ამას გამოვცდით და შემდგომში უკვე ვიცნობთ, ორგანიზმი იცნობს ამას, რა შეიძლება მოხდეს შემდგომში. და ამას რა თქმა უნდა წინ აღვდგებით დასაწყისშივე, როდესაც პატარა დოზით შემოვა. დიდი მადლობა ნატომ ურვანიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. აქ ჩაკრებილი ადამიანების უმრავლესობა უკვე მსვლელობით წავიდა რუსთაველის გამზირისკენ. იქით მიემართებიან, ნაწილი დარჩა ახალ თეატრთან. და როგორც მოისმინეთ, აქ ჩაკრებილი ადამიანების დასის პოზიცია, მათ შორის თავად დავით დოიაშვილის პოზიცია, რეჟიმი ისინი კარგად ხვდებიან, რომ რეჟიმი არ იმჩნევს მსახიობებს, არ იმჩნევს მათ პროტესტს და უგულებელყოფს სრულიად მათ მოთხოვნას, რომ რეჟიმის პატიმრები იყვნენ თავისუფლები და მათ შორის ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც თამაშობს აი ამ თეატრში, ვასილაბაშიძის სახელობის ახალ თეატრში და როგორც რეჟისორები და მსახიობები დასი ერთად აანონსებს და აქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის მათი მაყურებელიც, ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო მწვავე და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს რეჟიმს. ზუსტად არ ამბობენ რა გეგმა აქვთ მსახიობებს და რეჟისორებს, ამას ალბათ უახლოეს დღეებში ვიხილავთ. ანდრო ჭიჭინაძე კი როგორც გუშინ იცით, პატიმრობაში დატოვა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ და მისი ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ იურისტებს არ აქვთ იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო გადასინჯავს ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ისინი დარწმუნებული არიან და ეს ღია გუშინდელ პროცესზეც გამოჩნდა, რომ ამ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება და ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების გადაწყვეტილება, მათ არ აქვთ მტკიცებულებები და სწორედ ამიტომ აჭიანურებენ პროცესს და ცდილობენ, რომ ტყვეობაში დატოვონ აი ეს ბიჭები და დასაჯონ მათ შორის გამოსაჩენად. ერთ-ერთი მათგანი არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.